ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ გიორგი მალანია ამ მკვლელობაში არ მონაწილეობს. არ დაიჭერს პროკურატურა, არ დადგება სახელმწიფო სამართალი დავაყენებ ჩემსას. დოვანი დარჩეს. ძალოვანი უწყების ექს-მაღალჩინოსანი, რომლის შვილის დაკავებასაც ეკა კუპატაძე ითხოვს მერაბ მალანია. ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს, სპეცრაზმის ექს-შეფს და გიორგი გახარიას დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელიც კრიმინალურ პოლიციას კურატორობდა, მოკლული მასწავლებლის დედა. გამოძიების პირველ ეტაპზე საქმის ჩაფარცხვის და მტკიცებულებების ფალსიფიცირების ცდელობაში ადანაშაულებს. სად იყო ცენტრი, რომელი იყო ფანჯარა, რომელი იყო ეკა კუპატაძე, ამ ინფორმაციების გარკვეული ნაწილი მიაწოდა მალანიამ. ამაში ვარ დარწმუნებული ცამდე. ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და მას მიუხედავად იმისა, რომ იგივე თანამდებობაზე აღარ მუშაობდა, ექნებოდა სერიოზული განმავლობები დაბალ ფენებში. მალანიას მართული იყო ეს პროცესი. გავლენიანი ძალოვანის შვილი გიგას მოსწავლე იყო და კარგად იცნობდა მკვლელობაში ბრალდებულებსაც. ეკა კუპატაძე დარწმუნებულია, რომ სწორედ მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილი იყო ერთ-ერთი, ვინც დაკავებულ მოზარდებს დანაშაულის მომზადებაში ეხმარებოდა და გიგას გადაადგილების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. ამ ეჭვს ავალიანის დედას საქმის მასალები და სატელეფონო ანძების ჩანაწერებიც უდასტურებს. იმ დროს, როცა მკვლელები მოდიან გიგასთან, სატელეფონო კავშირი აქვთ ამ ბიჭთან. ანძებითაც არიან აქ. იმ ბიჭს ამ დროს გაკვეთილი არ უნდა ქონოდა. გიგა ამზადებს. აქ არის ანძით. აი ნახეთ, გაბაშვილი ურეკავს მალანიას. ეს არის მალანიას ნომერი. რომ დაიწყეს თვალთვალი უკვე. ნახეთ, დიდი დიღმიდან მოდიან და უკვე თემქაზე მოვიდნენ აი ამ დროს. და უკავშირდება მალანიას. მე ახლა მალანიას ტელეფონის ნომერიც რომ ნახოთ, ზუსტად ანძებით არის ზუსტად იმ ადგილზე. ეხლა მე ვინ დამაჯერებს ამას, რომ მალანია ამ მკვლელობაში არ მონაწილეობს. რა როლი ჰქონდა ყოფილი ძალოვანის შვილს ავალიანის მკვლელობის მომზადების საქმეში? პროკურორი ჩვენ გვიდასტურებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ექს-მოადგილის შვილი გახმაურებული საქმის მოწმეა და მასთან კითხვები საგამოძიებო უწყებას ჯერ კიდევ აქვს. თუ გამოკითხეთ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ვაჟი ამ საქმეში, მალანია არის თუ არა გამოკითხული? დიახ, გამოკითხულია. დიცნობდა დაკავებულებს? არ ქონდა არანაირი კომუნიკაცია მათთან? კომუნიკაციაზე საუბრობს მოწმე მისამართის შესახებ ინფორმაციის მიცემა, ან რაღაც ისეთი სახის დახმარება, რომლითაც ხელს შეუწყობდა დანაშაულის ჩადენაში, მსგავსი ამ მოწმის ჩვენებიდან გამომდინარე არ დასტურდება, თუმცა ობიექტური გამოძიება იმას არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც მოწმის სუბიექტურ განმარტებებს ვენდოთ. მიმდინარეობს გამოძიება, თუ გამოიკვეთება რომელიმე პირის ბრალეულობა, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად მისი ოჯახის წევრების სამუშაო ადგილისა და ასე შემდეგ, თუ იქნება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, რა თქმა უნდა დავიწყე. რა შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა მკვლელობის მომზადების დროს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდებულებთან? ეს გარემოებები მისი მობილურის დათვალიერების დროს გამოძიებამ სავარაუდოდ წაშლილი ინფორმაციის გამო ვერ დაადგინა. ამიტომ სოციალურ ქსელში მიმოწერების აღსადგენად პროკურატურამ სამართლებრივი დახმარებისთვის შუამდგომლობით მეტას მიმართა. გამოთხოვილი გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია, ამოღებულია მობილური ტელეფონი, დანიშნულია ექსპერტიზა, გავაგზავნეთ საერთაშორისო შუამდგომლობა სოციალური ქსელებიდან კონკრეტული ინფორმაციის აღდგენაზე და გამოთხოვაზე. ამ ყველაფერს სჭირდება დრო, რომ შევისწავლოთ, დავამუშავოთ და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. დაიწყება თუ არა მაღალჩინოსნის შვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა, ეს საბოლოოდ ექსპერტიზის პასუხებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმეზე უკვე დაკავებულ მოზარდებს პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა და ახლა მათ 28 წლის მასწავლებლის სასტიკი მკვლელობის მომზადების გარდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასაც ედავება. ეს შოკის მომგვრელი კადრები თბილისში პროკურატურის ინფორმაციით დიდ დიღომშია გადაღებული, სადაც გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებული მოზარდები ცხოვრობენ. კადრში სავარაუდოდ არასრულწლოვანი ჩანს, რომელსაც დაუდგენელი მიზეზით სხვა პირებთან ერთად პროკურატურის ცნობით მასწავლებლის მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად სასტიკად უსწორდებიან.
დასისხლიანებული მოზარდი თავდაპირველად შველას ითხოვს, მაგრამ მის ცემას მოძალადეები მაინც აგრძელებენ. ბოლოს კი სავარაუდოდ მსხვერპლი ტკივილისგან ითიშება. თავდამსხმელები კი მას ქუჩაში ტოვებენ და გარბიან. ძალადობის ამ უმძიმეს ეპიზოდებს, რომ ბრალდებულები ტელეფონებით იღებდნენ და შემდეგ სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ, ეს დადასტურებული ფაქტია. შემზარავი ვიდეო მასალის ზოგიერთ ეპიზოდში პროკურატურის ცნობით თავად მოძალადეებიც ჩანან. ისმის მათი ხმებიც და თან კადრები უწყების ინფორმაციით დაკავებულების მობილურებიდან არის ამოღებული. ვიდეო მასალა წაშლილი იყო, თუმცა რამდენიმე თვიანი ექსპერტიზის შემდეგ ფაილების აღდგენა მოხდა. დაკავებისთანავე იქნა მობილური ტელეფონები ამოღებული, საიდანაც ეს ინფორმაცია გამოითხოვა. და არ დაათვალიერეთ მაშინ ეს მობილურები? დიახ, როგორ არ დავუთვალიერეთ, თუმცა დათვალიერების შედეგად აღნიშნული ინფორმაცია ვერ იქნა ნანახი, იმიტომ რომ ინფორმაციის უმრავლესობა იყო წაშლილი და ამას ჭირდებოდა სათანადო დრო და პროცედურები აღსადგენად. ჭირდებოდა შესაბამისი ექსპერტიზები, ექსპერტიზამ იმუშავა, აღადგინა აღნიშნული ინფორმაცია და გადმოგვიგზავნა. არასრულწლოვნების დანაშაულებრივი ბანდა, რომ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლზე ჯგუფურად ძალადობდა, ამ ფაქტს სხვა ვიდეო ფაილებიც ადასტურებს. სასტიკი ძალადობის კიდევ ერთი ეპიზოდი დიღომში, ერთ-ერთ სადარბაზოშია გადაღებული. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში ყურადღებას ძალადობაში მონაწილე მოზარდების ჩაცმულობა და ქცევა იწვევს. მაგალითად, ზოგიერთ ეპიზოდში მათ სახე ნიღბით აქვთ დაფარული და თან ეგრეთ წოდებული ნეონაცისტების დაჯგუფების სიმბოლიკა, მათ შორის წითელი შარვლის დამჭერები ჩანს. ეს გარემოება კი აჩენს კითხვას, ჰქონდა თუ არა მათ კავშირი თბილისში მოქმედ დაჯგუფებასთან, რომლის ნაწილიც პოლიციამ რამდენიმე კვირის წინ დააკავა. სხვა დაჯგუფებებთან, როგორც არის ნეონაცისტური ძალადობრივი დაჯგუფებები და ასე შემდეგ, მათ რაიმე კავშირი აქვთ თუ არა, ამაზე მუშაობთ და დადგინდება მომავალში. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ეგრეთ წოდებული ნეონაცისტების ქსელთან დაკავებულების კავშირებზე ეჭვებს კიდევ ერთი გარემოება აჩენს. ისინიც წინასწარ შერჩეულ მსხვერპლზე თავდასხმას არასრულწლოვანი გოგონების გამოყენებით აორგანიზებდნენ და შემდეგ ძალადობის ფაქტებს მობილურით იღებდნენ. ამ ხელწერით ხდებოდა თავდასხმა ახლაც. მაგალითად, ეს კადრები 2025 წლის ზაფხულშია გადაღებული, როდესაც სავარაუდოდ არასრულწლოვნების ბანდა ხალხით სავსე სკვერში ერთ-ერთ პირს სასტიკად უსწორდება. ვიდეო მასალაში ისმის არასრულწლოვანი გოგონების ხმებიც. ვაიმე დედა. ვაიმე. Boxing master class, this is baby. ეს უმძიმესი დანაშაული დიღმის ცენტრალურ პარკში, რომელიც ათობით სათვალთვალო კამერით არის აღჭურვილი, ამ ზაფხულს მოხდა. ამ სკვერიდან რამდენიმე მეტრში კი პოლიციაა. ძალადობის დროს ვიდეოში ჩანს, რომ სკვერში უამრავი დამსვენებელია, მაგრამ უმძიმესი დანაშაულის ამბავი ვერც სამართალდამცველებმა გაიგეს და არც ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა ისეთი, ვინც დანაშაულის შესახებ პოლიციას შეატყობინებდა. აქ დაცვა არ არის? რა ვიცი, ხედავთ ხოლმე? რა ვიცი, ვიღაცა კი არიან თანამშრომლები. კამერები როდის დაამონტაჟეს თუ ვიცით? სულ იყო. თავიდანვე იყო, როდესაც გაიხსნა? კი. ეს დაჯგუფება რომ დარბოდა ამ სკვერში და ადამიანებს სცემდნენ ჯგუფურად, ხომ არ შესწრები ხართ? ან პოლიცია არ დადის, ან დაცვა? საერთოდ რა დადის აქ? დიდი ღომი საერთოდ რა ვიცი, ძალიან ის არის. თავის ნებაზე გაშვებული. ვიდეო კამერები როდის დაამონტაჟეს ამ სკვერში? ჩემი აზრით დიდი ხანია. თავიდანვე იყო? კადრები ნახეთ, რომელიც გავრცელდა გიგა ავალიანის საქმეზე, ძალადობა. აი ეს ძალადობა ამ სკვერში თუ ხდებოდა, ვერავინ ვერ შეამჩნია 1 წლის განმავლობაში, მინიმუმ 1 წლის განმავლობაში. ანუ მე ჩემ პასუხისმგებლობაზე გეუბნები, მე შული მეზდება, ყველა მშობლები ვართ. აი ყველა მოაზროვნე ადამიანი, ნორმალური ადამიანი ესეთ რაღაცას არ უნდა უყურებდეს. შესაძლებელი ზაგვარად შეიძლება შენმე ერთმა სიტყვამ გადაარჩინოს. კადრში ჩანს, რომ იქ ძალიან ბევრი ადამიანი. ეს არის საშინელება.
ახლა ჩნდება კითხვა, როგორ ვერ გაიგო პოლიციამ განყოფილებიდან რამდენიმე მეტრში ათობით თვითმხილველის წინ მომხდარი მძიმე დანაშაული. გამარჯობა. პოლიციის უფროსს ვეძებ. უფროსი არ არის ადგილზე. მოადგილე? აი, გავარკვევთ. არა, შიგით არ შეიძლება გადაღება. უკაცრავად, ერთი წუთი. გამელოდეთ, არა, ველოდებით, უკაცრავად, შიგით გადაღება არ შეიძლება. რამდენიმე მეტრში რომ ხდებოდა ეს სისასტიკე, პოლიციამ ვერაფერი ვერ გაიგო. დამელოდეთ გარეთ. გელოდებით, რომ ხდებოდა ასეთი დაპირისპირება, თქვენგან რამდენიმე მეტრში ვერ გაიგეთ? რეაგირება რატომ არ გქონდა? ვის არ გქონდა? ერთი ხელი ამჟამად გარეთ. ერთი წუთი არ შემეხოთ უკაცრავად. გამოვიდეს მოადგილე და დამელაპარაკოს. გამოვავთ, რა გესაუბრებთ? გამჯობთ, შიგით არ შეიძლება. უკაცრავად, სად არის? მოქალაქეები ყავს თუ? გავიგეთ. დიღმის პოლიციის უფროსი შაბათის ეთერის კითხვებს დაემალა. საქმის პროკურორი კი სამართალდამცველების გამართლებას, რომლებიც ხალხს ტროტუარზე დგომის გამო ქუჩა-ქუჩა დასდევენ, აკავებენ და ატერორებენ სხვადასხვა მიზეზებით ცდილობს. პოლიცია, რომელიც პარკებს მუდმივად აკონტროლებს და ჩვენ ეს ვიცით, როგორ ვერ გაიგეს მაინც და მაინც პოლიციას მოვთხოვთ, რომ შემთხვევის ადგილზე იყოს, ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოს და ყველა დააკავოს. ამას ვერ მოვთხოვთ. ამ შემთხვევაში დაზარალებულებმაც უნდა იაქტიურონ, მოგმართონ, შეგვატყობინონ რაიმე ფაქტის შესახებ და ამას აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი რეაგირება. უბრალოდ მომართვიანობა არის სამწუხაროდ ძალიან დაბალი. პოლიციას რომ უმძიმეს დანაშაულზე რეაგირება ჰქონოდა. მერის შესაბამის სამსახურებს რომ ვიდეო კამერების მონიტორინგი ეწარმოებინათ და გადაღებული ჩხუბის ეპიზოდებზე რეაქცია მოეხდინათ და მოქალაქეებს რომ სასტიკი ძალადობის დროს პოლიციისთვის მიემართათ შესაძლოა გიგა ავალიანი დღეს ცოცხალი ყოფილიყო. ასე ფიქრობს სასტიკად მოკლული მასწავლებლის დედა. ისინი არც მოქალაქეები არიან და არც აი რაში იღებენ ხელფას, ხო? არც სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებენ პირნათლად. მათ რომ ემოქმედათ თავის დროზე და ზომები მიეღოთ, გიგა ავალიანი დღეს ცოცხალი იქნება. გიგა ავალიანი მე მომიკლა ყველა იმან, ვინც უყურებდა იმ ძალადობას იმ სკვერში. ირიბი მკვლელები გიგა ავალიანის ყველანი არიან იქ. ფაქტია, რომ უმძიმესი დანაშაულის და ტრაგედიის აღკვეთა ვერც ერთმა უწყებამ და ვერც საზოგადოებამ ვერ მოახერხა. ამ გულგრილობას კი საბოლოოდ 28 წლის უდანაშაულო მასწავლებლის სიცოცხლე შეეწირა, სკოლის მოსწავლეებს კი 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. თუმცა ბრალდებულების ოჯახები მათ კავშირს ძალადობასთან გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მათ შვილებს განაჩენი ხალხმა და გამოძიებამ მტკიცებულებების გარეშე გამოუტანა. უშინდელი კადრები არის ამაზენის, აუტანელი და გმობ ნებისმიერ ძალადობას, ნებისმიერს. მაგრამ მტკიცებულების გარეშე ეს ბავშვების სახელების ტელევიზიით ფრიალი და ყველანაირი კანონის და ფარგლებს გაზდის ეს ყველაფერი. ჩემი განმოსახედიდან დაუშვებელია. ვიდეო მასალა არის უმძიმესი. თქვენ ადასტურებთ, რომ იქ თქვენი შვილი ჩანს, პროკურატურა ასე გვეუბნება. რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ. ვერ ამოიცანით თქვენი შვილი. ნახე და ჩემი შვილი მე იქ ვერ ამოვიცანი, ვერც ხმით, ვერც ტანსაცმლით და მით უმეტეს სახით. ხმაც არ გეცნოთ არც ერთის? არა. ერთადერთი ის არის, რომ განაჩენი დიდი ხნის წინ გამოგვიტანეს საზოგადოებიდან დაწყებული დაზარალებულის ოჯახმა, უნდათ მათი პირდაპირი დაკვეთა არის, რომ რაც შეიძლება მაღალი სასჯელი ჰქონდეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ავალიანის საქმეში ვერ გააკეთეს ეს კვალიფიკაცია, ვერ დაამძიმეს და არ მიიღეს ის რეალობა, რაც ნამდვილად მოხდა და როგორც მოხდა და რაზეც ხმას არ ვიღებდით და რაშიც იყვნენ დამნაშავეები, ამაზე თანახმა ვიყავით, რომ ამუხლით დასჯილიყვნენ, არ გაურბოვდით ჩვენ ამ პასუხისგებლობას, თუმცა ეხლა შეიცვალა სიტუაცია, უნდათ გაბუქება, გართულება. დაკავებული მოზარდების მშობლები ირწმუნებია, რომ გავრცელებულ არც ერთ ვიდეოში მათი შვილები არ არიან და კადრები სოციალური ქსელიდან არის ჩამოტვირთული.
ვიდეო მასალა, რომელიც ჩვენ გუშინ პირდაპირ ეთერში ვნახეთ, თქვენთვის მოულოდნელობა იყო, არ გქონდათ ნანახი? საერთოდ წარმოუდგენელი იყო, შოკი იყო, ვერ აგიღწერთ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაში ჩვენ ჩავარდით გუშინ. მოიცანით თქვენი მე შვილი. დღეს ვნახე შავი მასალა დაფარვის გარეშე და საერთოდ ვერც ერთის იდენტიფიკაცია ვერ მოვახდინე მე პირადად. არც ერთის იდენტიფიკაცია იქ არ ხდება ამ თქვენი ვიდეოში. შვილი ვერ იცანი? ვერც ტანსაცმლითაც კი ვერ ხმით? ვერაფრით, იმდენად გაურკვევლად არის ეს კადრები და იმდენად დაბლა ფეხების ნაწილი ჩანს, რომ მოკლედ იდენტიფიკაცია მე ვერ თქვენი შვილი ეს ინტერვიუ, რომელშიც ბრალდებული რიკაძის დედა შვილის ძალადობაში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს, შაბათის ეთერმა 11 თებერვალს გვიან საღამოს ჩაწერა. თუმცა, მანამდე მისი ადვოკატი შემზარა ვიდეო მასალაში არასრულწლოვნის მონაწილეობას TV პირველთან ადასტურებდა. ვიდეო მასალა, რომელიც გაავრცელა პროკურატურამ, ფიგურირებს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი? ეხლა გადმოგვეცა. ბავშვი რა თქმა უნდა ფიგურირებს. მას ამბობს ამასთან დაკავშირებით. მას დეტალებს ეხარ ამბობს თავშევიკავებ. შვილის ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეობას გამორიცხავს ალექსანდრე გაბაშვილის მამაც. თუმცა ვერ უარყოფს, რომ ვიდეო მასალაში, სადაც დანით და ელექტროშოკით შეიარაღებული მოზარდი იმუქრება, ნამდვილად მისი შვილია. რატომ იღებდა ამ არ ვიცი, რა გიპასუხოთ. ლაწირაკი თინეიჯერი, არ ვიცი, რისთვის იღებდა და თქვენ ნანახი გქონდათ ეს ვიდეო? არა, რა თქმა უნდა. ერთადერთი, ვინც ძალადობის კადრებში შვილის მონაწილეობას არ უარყოფს, დიმიტრი ჩიქოვანის დედაა. მან სატელევიზიო ინტერვიუზე შაბათის ეთერთან უარი განაცხადა. თუმცა, მანამდე TV პირველთან დაადასტურა, რომ დემეტრე ძალადობაში არ მონაწილეობდა და უბრალოდ ჩხუბის თვითმხილველი იყო. ერთადერთ ვიდეოში, სკვერის ჩხუბის ვიდეოში არის ჩემი შვილი. განარჩენ ჩხუბში, სადაც წერია ერთი ეპიზოდია თუ არ ვცდები, სადაც დემეტრე ჩიქოვანი წერია. დემეტრე იმ ჩხუბში არ არის. ამის ეს არის აბსურდი. ბრალდებულების ოჯახები ახლა ცდილობენ დამტკიცებას, რომ მათი შვილების წინააღმდეგ პროკურატურამ ჩვენებები მოწმეებს იძულებით მიაცემინა, მათ შორის იმ გოგონებს, რომლებიც ძალადობის ვიდეო კადრებს იღებდნენ. ერთი ამბობს, რომ დაასახელე, რომ ესენი არიან, თორე შენც დაგიჭერთ. ანუ მოწმეებს ზეწოლას ახდენ და როგორც ამ ბავშვმა თქვა, უამრავი ბავშვია დაკითხული, უამრავი ტელეფონი აქვს ამოღებული, ტირილით გამოდიოდნენ ბავშვები იქიდან. ერთ-ერთი გოგონა ამბობს, რომ მაიძულებდნენ, მე თქვა, რომ ესენი არიან. სხვა შემთხვევაში შენ დღესვე დაგაკავებთ. ამას თქვენ გეუბნებოდათ პირად საუბარში? კი, ეს ბავშვებმა მითხრეს ეს ყველაფერი. მშობლები ხომ ესწრებოდნენ ამ არასრულწლოვანს? ერთ-ერთი მშობელი ესწრებოდა და ანალოგიურად ზუსტად მასაც გავესაუბრე და ზუსტად იგივე მითხრა, რომ სერიოზული კონფლიქტი მოუვიდეთ იქ დაკითხვის დროს, რომ ამ ბავშვების გარ. ეს გოგონა ამბობს, რომ ვუყურე ამ ვიდეოებს და ვერც ერთზე ვერ დავადე ხელი, იმიტომ რომ ვერ ვხედავი ვინ არიან და რა არიან. რამოდენიმე ვიდეო იყო TikTok პლატფორმიდან გადმოწერილი და ვუთხარი გამომძიებას, რომ TikTok-იდან არის ეს ვიდეოები ჩამოტვირთული. გვაიძულებდნენ არა თუ არა, თქვით რომ ესენი არიან. რამდენიმე გოგო ბავშვი დაიბარეს, მოზარდები და გოგოებმა თქვეს, რომ ეს ვიდეოები საერთოდ TikTok-ზე მაქვს ნანახიო, TikTok-იდან ჩამოტვირთულია. მაგრამ ჩვენი მე არ ვიცი კონკრეტულ ამ ვიდეოზე ელაპარაკი თუ არა, მაგრამ ეგეთ ვიდეოებს იხილავდა პროკურატურა, რაც ზოგადად TikTok-ზე იყო და პროსტა ვიღაცას ჩამოტვირთული ქონდა. დაკავებული მოზარდების მშობლების ბრალდებებს საგამოძიებო უწყება კატეგორიულად უარყოფს. ამოღებულ მასალაში ჩანან კონკრეტული ბრალდებულები? დიახ, ამ ვიდეო ჩანაწერებში კონკრეტული ბრალდებულები ჩანან, უფრო მეტიც დაუნიშნეთ შესაბამისი ექსპერტიზები, ფონო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები და ამ ექსპერტიზამ ცალსახად დაადგინა ამ ბრალდებულთა მონაწილეობა ვიდეო კადრებში. რაც შეეხება ბრალდებულის ოჯახის წევრთა შეფასებებს, ეს არის მათი სუბიექტური დამოკიდებულება და ემოციური განცხადებები, რომელიც მიემართება იმას, რომ რამენაირად პასუხისმგებლობა ააწილონ თავისი ოჯახის წევრებს. ჯგუფური ძალადობის კადრებზე დაკავებულების გარდა სავარაუდოდ ბრალს იმ არასრულწლოვნებსაც წარუდგენენ, რომლებიც კადრებში ჩანან და იმ სკოლის მოსწავლე გოგონებსაც, რომლებიც წამების ვიდეოებს იღებდნენ, პოლიციას არ მიმართეს და სავარაუდო დანაშაული დაფარეს. Boxing master class, this is baby.